ეს კოვიდი და უკრაინული ომი რო რაღაცნაირად ჩაენაცვლა ერთმანეთს, ახლა ეს ჩემს გარშემო მეც და ბევრმაც ეგრევე დაინახა, რომ კოვიდი, რომელიც 2 წელი შიშის ზარს სცემდა კაცობრიობას, ისე გააქრა თითქოს არასდროს ყოფილა. ის კი არა და ვინმე თუ გაიხსენებდა საკმაოდ ესე ჟღერდა კოვიდის გახსენება. თითქოს რაღაც ის იყო, რა ქვია, ტაბუირებული გახდა მისი გახსენება. და ის რაც წინათ კონსპირაცია, თუმცა რა ევროპაში არ იყო ძალიან დიდი ბოდიში და ეს იუგოსლავიის დაშლა, ეს თითქოს არ, მაგრამ იცით რა არის, ეს მაშინ არ ხმებოდა, ეს ამერიკელების ნეოლოგიზმია, სპეციალური საომარი ოპერაცია, რომელიც მე უკან დაუბრუნეს, ხო? მათ დაარქვეს ამ სერბეთის დაბომბვა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერაყის და ყველაფერი ეს გამოიყურებოდა მართლაც როგორც აი სადამსჯელო, როცა ერთი დიდი ბიჭი პატარა ბიჭს უსწორდება ესე საქვეყნო ჯის. აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი, რომ აი ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ დღევანდელი გადასახედიდან მე აი ზუსტად ისევე მიკვირს, რომ როგორ დაიწყო ეს ომი ჰიტლერმა 41 წელს გულისხმობ. და დაუშვათ მოსკოვიც აიღო, მე რა მოხდებოდა. ხო, აი რა მოხდებოდა. იგივე იმედი იყო, რომ აი როგორც ეხლა რომ პუტინს გადააგდებენ რაღაცა, აი როგორც რა ქვია სტალინის ვერ გადააგდებდნენ. ხო, აი ისე არის აქაც, ხო ხედავ, ანუ რეალურად რა მაშინ რა ნაკლები იყო, ეხლა 37 წელი და ასე შემდეგ, ეხლა შენ ხო ხვდები იქ რა ხდებოდა და მარშლების ეგრეთ წოდებული ზაგავარ მარშალობდა რაღაც, ხო? დია ეგეთი მაქვს, რომ დაუშვათ აი წარმოიდგინე ესე დისტოპიური ფენტეზი, სადაც აი კაცი და ეს მიმდევრები არსებობენ საქართველოში უჩუმად, აი როგორც ამბლები ეს კონსპირაცია და რას მომენტში გამოდიან ხოლმე წინა პლანზე და უნდათ ქრისტიანობის დამარცხება. აი რუსთაველზე ვინც არიან, ისინი არიან არაჯენზი, არამედ არმაზი და ზადენის და გაცის და გას მიმდევრები. აი შენ კარგად გახსოვს, როცა კუჩმა იყო პრეზიდენტი, გახსოვს მისი ფრთიანი ფრაზა. უკრაინა ნე რუსია, უკრაინა ც ევროპა და ამასთან